ოლიმპიური სიმშვიდე ოლიმპიადამდე 2 დღით ადრე და ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მოსაოდნელი სიურპრიზი. პოლიტიკოსების, ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების ნაწილი იმ მოსაწვევის არსებობას ადგენს, რომელიც შესაძლოა კრემლიდან სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სახელზე გაიგზავნა. საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ სოჩში მიწვეულ ოფიციალურ პირთა სიაში ლეონიდ თიბილოვი არ არის. ზურაბ აბაშიძემ ინფორმაცია კრემლში გადაამოწმა. ჯერჯერობით უცნობია რა რეაქცია ექნება ქართულ მხარეს იმ შემთხვევაში, თუ სოჩში დე-ფაქტო ლიდერები პუტინის სპეცმიწვევით ჩავლენ. პირდაპირ ეთერში რატი მუჯირი გვერდება და სწორედ ამ კითხვას დაგისვამ, რატი საინტერესოა, მოიპოვეთ თუ არა რაიმე ინფორმაცია, როგორ აპირებენ დაუშვათ პროვოკაციებზე უპასუხოს ოფიციალურმა თბილისმა. ირაკლი, ფაქტი ერთია, რომ რაც უფრო ახლოვდება ოლიმპიადის სტარტი, მით უფრო უჭირთ მხარეებს ოლიმპიური სიმშვიდის შენარჩუნება. თუმცა ყველა დღეს ცდილობდა, რომ არ გაცდენილი იყო დიპლომატიურ ჩარჩოებს და ყველა განცხადებაში კეთდებოდა აქცენტი იმაზე, რომ არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დასწრებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოფიციალურ სიაში არის ჩასმული რომელიმე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები. თუმცა როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება არ ენდობა კრემლს და თავს იზღო საკითხებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ისინი ელოდებიან სიურპრიზებს, გარკვეულ სიურპრიზებს და ინციდენტებს სოჩის ოლიმპიადაზე და თუ იქნება ასეთი შემთხვევები, საქართველოს ხელისუფლებაში აწყდება, რომ ისინი ადეკვატურად მოიქცევიან. თუმცა ჩვენ ყველა რესპონდენტს დავუსვით კითხვა, რა იგულისხმება ადეკვატურად მოქმედებაში და რა იქნება ის განსაზღვრელი, რის გამოც ისინი ამ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ, თუმცა ამ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლებაში არ აქვთ. ქართული ოლიმპიური დელეგაციის ნაწილი უკვე სოჩია და რუსული მედიის ყურადღებასაც იქცევს. პრობლემებზე და შეფერხებებზე არ საუბრობენ და პოლიტიკის განხილვასაც თავს არიდებენ. თუმცა სოჩის წასვლა რომ რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ამას საქართველოში ყველა ჯოლდენზე ადასტურებენ. დღის ბოლოს პრეზიდენტი მარგველაშვილი ქართულ ოლიმპიადებს შეხვდა და წარმატებები უსურვა. შეხვედრის შემდეგ კი კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სახელმწიფომ სოჩში წასვლის გადაწყვეტილებით საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების გვერდით კიდევ ერთხელ დააყენა. პრეზიდენტი სოჩში განსაკუთრებულ პროვოკაციებს და სიურპრიზებს არ ელოდება. სპორტსმენები კი პოლიტიკაზე საუბრისგან თავს იკავებენ. მე მინდა დავარწმუნო ყველა, ვისაც პოლიტიზება უნდა ამ პროცესის, რომ პოლიტიკურად ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. საქართველოს სოჩში იდგება მსოფლიო თანამეგობრობის გვერდით, იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი ტერიტორიის მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის საზღვრების უხეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ პოლიტიკურადაც ძალიან სწორ ნაბიჯს გავთ და არ ვრჩებით ერთ-ერთზე დაპირისპირებული რუსეთის ფედერაციასთან. ხოლო დანარჩენი დეტალები და სიურპრიზები მე არ მოვედი, რომ რამე გართულება იქნება. ყავს უამრავი პოლიტიკოსი, რომელიც გასცემს პოლიტიკურ პასუხს და ჩვენ სპორტსმენები შევეცდებით ჩვენი საქმე გავაკეთოთ, ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვამჟღავნოთ და მაქსიმუმი წარმატებით გავახაროთ ჩვენი ქვეყანა. დღის პირველ ნახევარში კი პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგანგებო განცხადებები გაავრცელეს. მათ განმარტეს, რომ არც თიბილოვი და არც სხვა რომელიმე ოკუპირებული ტერიტორიის დე-ფაქტო მმართველი სტუმართა ოფიციალურ ნუსხაში არ არიან. თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ სოჩში კრემლის მხრიდან გაცხადებული პირობებისგან განსხვავებული ვითარება დახვდეთ და ამ შემთხვევაში ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ. მივიღეთ მყარი გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი ოფიციალური მოწვევა არც ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელს, არც აფხაზეთის წარმომადგენელს არ მიუღია არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან და არც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. როგორც კერძოპირებს ნებისმიერ შეუძლია ჩასვლა ან სოჩში ან ნებისმიერ სხვა ქალაქში. ნებისმიერ შემთხვევაში თუ კი ჩვენს გულს სოჩში დახვდება ამ განცხადებებისგან განსხვავებული რეალობა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ მივიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება ჩვენი ოლიმპიელებისა და ქვეყნის ინტერესების დასაცავად. პრეზიდენტისგან განსხვავებით პროვოკაციების მოწყობაში დარწმუნებულია სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. ის აცხადებს, რომ სახელმწიფო მზადაა ასეთ რეალობაში ადეკვატურად იმოქმედოს, თუმცა რა იგულისხმება ადეკვატურ მოქმედებაში ვერავინ განმარტავს.
სუპრიზები მოსალოდნელია. ჩვენი ამოცანა იყო ცუცა და უარეს შორის არჩევანი გაკვეთებინა. ჩვენ არ ჩავსულიყავით, სუპრიზები უფრო მეტი იქნებოდა. ანუ რა თქმა უნდა, სადღაც რაღაც დროშის გადამფენას იქნება, სადღაც რაღაც გარკვეული ქუჩებში რაღაც შეიძლება პატარა აქციებიც კი იყოს. ამიტომ ჩვენი წასვლით ჩვენ მინიმუმზე დაყვავს სურპრიზები, რომელიც ბუნებრივია იქნება. ჩვენ გვინდა ჩვენი წვლილით უსაფრთხოება ისე დავიცვათ, რომ სოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო მაღლა დადგა, უფრო მაღლა დადგა რაღაც გარკვეულ პრობლემებზე და ხელი შეუწყო ოლიმპიური თამაშების უსაფრთხო ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სურპრიზები დახვდეს და კონკრეტულ სურპრიზებზე გქონდეს კონკრეტული, რა თქმა უნდა, რეაგირება. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ და სპორტის მინისტრმა დღეს 2008 წლის პრეცედენტიც გაიხსენეს. მაშინ საომარი მოქმედებების პარალელურად ქართულმა დელეგაციამ პეკინში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე ოლიმპიადიდან გუნდის მოხსნა ქართული მხარისთვის სპორტული სანქციების დაწესების საბაბი გახდებოდა. სწორედ ამიტომ სოჭიდან გუნდის მოხსნას შესაძლოა პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. ჩვენ სულ სპორტული და ოლიმპიური მოძრაობის ქარტით მოქმედებით, ამიტომ დღესაც ესე მოქმედებით. სოფლიო თანამეგობრობამ დიდი ხანია უარი თქვა ესეთი მაღალი დონის ოლიმპიური შეჯიბრებების ბოიკოტირებაზე. ეს მორჩა 80-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი და ლოს-ანჯელესის ოლიმპიადები და მოსკოვის ოლიმპიადება იყო. ამიტომ ესეთი ფორმით დატოვება და ბოიკოტირება არ არის მიზანშეწონილი. ქართულ ოლიმპიელებს წარმატება პრემიერმა ღარიბაშვილმაც უსურვა. მან განცხადება საკუთარ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სახელმწიფომ მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების ფასად სპორტი და პოლიტიკა გამიჯნა და სოჭში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერი ღარიბაშვილი სოჭის ოლიმპიადას და საქართველოს მონაწილეობას ამ განცხადების გარდა შეეხო ასევე BBC-ის ეთერში მათთვის მიცემულ ინტერვიუში. მან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება, რომ საქართველოს მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ გამოუცხადა ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას, თუმცა აქვე პრემიერი აცხადებს, რომ თუ ქართულ დელეგაციას დახვდება გაცხადებული რეალობისგან განსხვავებული პოზიციები სოჭში და იქნება პროვოკაციები, საქართველოს მზად არის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. გადავწყვიტეთ ბოიკოტი არ გამოუცხადოთ სოჭის ოლიმპიადას. ამ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობად შევთავაზეთ თამაშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენის მხრივ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ავირიდოთ ნებისმიერი სახის პროვოკაცია, რომელიც ოლიმპიური თამაშების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ჩვენთვის გადაწყვეტილება არ გამოგვეცხადებინა ბოიკოტი სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის რთული მისაღები იყო, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და გზავნით სპორტსმენებს. განცხადებები გაკეთდა პარლამენტში საქართველოს სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით, უმცირესობა დაინტერესდა უსაფრთხოების საკითხებით, მათ დასვეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი უშუალოდ სიცოცხლის უსაფრთხოებაზე სოჭის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის, რადგან ისინი აცხადებენ, რომ იყო რამდენიმე ტერაქტი წინა თვეებში, უმრავლესობას ამაზე კონკრეტული პასუხები არ აქვს, თუმცა ისინი განმარტავენ, რომ ის, რომ რუსეთში ტარდება ოლიმპიადა, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მოხდება ტერაქტი, სწორედ ამიტომ ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ინტერესებში არის რომ მოხდეს მაქსიმალურად უსაფრთხო ჩატარება სოჭის ოლიმპიადა. ქართული დელეგაციის უსაფრთხოების გარანტულად მოყავს ჩვენ ხელისუფლების რუსეთი. როგორც წესი ნორმალურ სიტუაციაში ეს ასე ხდება ხოლმე, მასპინძელი მხარეა გარანტური უსაფრთხოების, თუმცა იმ რუსეთის იმედად ვართ, რომელშიც 13 მილიონი ევრო მოიპარეს ოლიმპიადის შენებლობაზე, იმ რუსეთის იმედად, რომელშიც ტერაქტები ხდება თვეში ორჯერ და ისმის უამრავი მუქარა და ამერიკელი კონგრესმენების განცხადებით ეს მუქარები რეალურია და მათივე განცხადებით მაკ-კოლი აცხადებს ამას რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჩვენ ნახავთ ამ მუქარების განხორციელების ცდილობებს. იმ რუსეთის იმედად, რომელშიც თავის სპორტსმენების დასაცავად ამერიკამ ამ მთელი ფლოტი შეიყვანა შავ ზღვაში, ჩვენ სხვა მოცემულობა და ჩვენ სხვა მოცემულობის ქვეყანა ვართ ამ შემთხვევაში. ვინ იღებს კონკრეტულად პასუხისმგებლობას ჩვენი სპორტსმენების უსაფრთხოებაზე? მათ ფიზიკურ უსაფრთხოებაზე. თუ არსებობს რაიმე გეგმა, ევაკუაციის გეგმა, რითი ვარ დაზღვეული ამ უპასუხისმგებლო რუსეთში. პირველ რიგში გავითვალისწინეთ, რომ და ყველას კარგად გვესმის, რა თქმა უნდა, ჩვენ სახელმწიფოს უნდა და მოწოდებულია იმისკენ, რომ ჩვენი სპორტსმენები დავიცვათ, მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფოთ. მე მგონი ის, რომ ამის სურვილი გვაქვს, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. მაგრამ არის ფორმალური მხარეები, როგორ შევძლოთ ეს. ზოგიერთ სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გზით საკუთარი უსაფრთხოების სამსახურები ჩაიყვანოს, დაამატოს და 95 და 99% ამის საშუალება არ აქვს. და ისიც ვიცოდეთ, რომ რახან რუსეთში ტარდება, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საფრთხეებთან უნდა იყოს დაკავშირებული.
იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში სოჭიდან რამდენიმე და საკმაოდ სკანდალური და კურიოზული და უხერხული ფოტოებითაც არის გაჯერებული ინტერნეტ მედია, ამ ფონზე პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩავიდეს სოჭში, პირადად დაათვალიეროს კომპლექსები, შეხვდეს ჟურნალისტებს და სპორტსმენებს. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პუტინმა ისაუბრა უსაფრთხოებაზე, მას ტერორიზმის საფრთხეზე დაუსვეს კითხვა. პუტინმა აღნიშნა, რომ ასეთი რამეები ხდება, მას იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი არ მოხდება, თუმცა იქვე დამატებით გააკეთა განცხადება, რომ რუსული უსაფრთხოების სამსახურების გარდა სოჭში ოლიმპიადის მსვლელობისას იმოქმედებენ სხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებიც. ჩვენ კარგად გვახსოვს ტრაგიკული მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ საერთაშორისო ასპარეზობებზე, მათ შორის შეერთებულ შტატებში მარათონზე. ოლიმპიურ თამაშებზეც სამწუხაროდ იყო ასეთი ფაქტები. ამიტომ მინდა მადლობა გადაუხადო კოლეგებს პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან, რომლებსაც კავშირი აქვთ ამ თამაშების გამართვასთან, იმისთვის რომ ისინი ყველაზე აქტიური ფორმით თანამშრომლობენ რუს პარტნიორებთან. თქვენ იცით, რომ გვაქვს შექმნილი ოპერატიული შტაბი, სადაც 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები. ოლიმპიადის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი არხი, რომელიც არის აკრედიტებული ოფიციალურად ოლიმპიადაზე. ხვალ ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები ოთარ გიორგაძე და ირაკლი საათაშვილი გაემგზავრებიან უკვე სოჭში და იქიდან შემოგთავაზებენ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს. ჩვენ ველოდებით სოჭის ოლიმპიადის დაწყებას და იმას თუ როგორ გამიმთარდება მოვლენები. სოჭი 2014 რატი მუჯირის ყურადღების ცენტრში მოექცა, გმადლობ რატი.